აი სანქციები თუნდაც გენო როდესაც თქვა ითხოვენ რომ დაასანქციონოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. თქვენ წარმოადგენთ უკვე საქართველოს ხელისუფლებას დასანქცირდა მაგალითად ხო ლაშა ტალაფაძე და სხვები. რა არის აი თქვენთვის აი დასანქცირებით როდესაც გემუქრებიან? ვფიქრობ ეს სანქციები არის შანტაჟი. რისთვის ასანქცირებენ ადამიანს? სამშობლოს სიყვარულის გამო. ბიზინა ივანიშვილს ბატონ ბიზნეს ასანქცირებენ სამშობლოს სიყვარულის გამო. სწორედ ამ კაცს უკავშირდება ის რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არ არის ნანგრევებში, რომ ჩვენი შვილები მშვიდობიანად განვითარებაში არიან, განათლებას იღებენ. სწორედ ამ კაცის დამსახურება და ქართული ოცნების ხელისუფლების და თითოეული ქართული ოცნების ჯარისკაცის და მე კიდევ ერთხელ როგორც რიგითმა ქართველმა მინდა მადლობა უთხრა. აი ამ სტაბილური განვითარებისთვის და სიმშვიდისთვის, რაც ჩვენს სამშობლოში ხდება. იგივე სიტყვი ლაშაძე და ვიქტორ სანიკიძეზე, ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და ღირსეული ქართველები. და მათ აშანტაჟებენ პირდაპირ. ეს არის მოგონილი სანქციები რის გამო, რომ სამშობლო გიყვარს? ჩემთვის მიუღებელი არ